ჯერ ერთი რომ ნებისმიერი მოძრაობა რომელიც ვაშინგტონსა და კიევს შორის ხდება ან მის შუაში ამ ეტაპზე მოსინჯვის ეტაპზეა და ზუსტად იმდენად გარკვეულად ახალი ფეხსაცმელივით არის შეიძლება ლამაზიც იყოს შეიძლება კარგი ხარისხის იყოს მაგრამ მაინც არაკომფორტული იყოს სატარებლად დიპლომატიისთვის ეს არ არის უცხო მათ შორის ამერიკის დიპლომატიისთვის და მათ შორის ვიცით რომ ერთი არის მოლაპარაკება მაგრამ მოლაპარაკებას ყავს ბევრი მოთამაშე და ბევრი მოთამაშეს ყავს ბევრი ადამიანი ბევრი ემოცია ბევრი ისტორია ასე შემდეგ შესაბამისად ღელვარების საგანი ხდება პატარა კომენტარიც კი მათ შორის ჩვენნაირი ქვეყნისთვის ჩვენნაირი საზოგადოებისთვის რაც მნიშვნელოვანი არის ის რომ რეალურად შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს მანდატი ეს არის პირველი ამას მისი არჩევნების შედეგებიც ამბობს და ამბობს ბოლოდროინდელი კვლევების აქვს მანდატი ამერიკელი ხალხისგან რომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა უკრაინის ომის გადაწყვეტაში მას ასევე სხვათა შორის ბევრს ეხლა ვერ ვიტყვი მაგრამ დღეს ან ხვალ გამოვა ახალი კვლევებიც რომელსაც მე ნახევარი საათის წინ გავეცანი დაახლოებით დისკუსიაში აქვს რომ ამერიკის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა იმ იდეას რომ უკრაინის მოლაპარაკებები რა თქმა უნდა უკრაინის მიმდინარე ომი მოლაპარაკებით დასრულდეს პირველი ამას ეთანხმება თუმცა მეორე რასაც ეთანხმება არის ის რომ უკრაინა ფუნდამენტურად უნდა იყოს მონაწილე ამის ეს ორი რიცხვი ეს ორი ასე ვთქვათ სტატისტიკური მოცემულობა ჩვენ გვაძლევს იმის ასე ვთქვათ შეფასების საშუალებას რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ მანდატს თავის გემოზე ვერ გამოიყენებს იმის ასასახად, რასაც მას ამერიკელი ხალხი ეუბნება და ამერიკელი ხალხს უნდა რომ გადაწყდეს კონფლიქტი და ომი, თუმცა გადაწყდეს ისე როგორც ეს უკრაინის სუვერენიტეტს შეესაბამება. ამიტომ რო შევაჯამოთ, მე ვფიქრობ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალება არსებობს და იმედი მაქვს, რომ ეს ფრთხილი ოპტიმიზმი კარგ შედეგებშიც გადაიზრდება. ზვიად, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ამ შემთხვევაში უკავშირდება არა მარტო ტრამპის მიზნებს, მის განწყობას, მის მიერ არჩეულ სტრატეგიას და ამ სტრატეგიაში თანმიმდევრობას, მაგალითსათვის ამ მხრივ ბევრი რამ ითქვა და ხდება ისე რომ შეშფოთებას იწვევს, ხო? უკრაინასთან რუსეთთან პოზიციონირების, პუტინთან განსაკუთრებით პოზიციონირების კუთხით, აი მაგალითსათვის სულ რამდენიმე წუთის წინ ფრანგული ჟურნალი Le Point წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება რომ ტრამპის შესაძლოა პუტინთან აღლუმზე ჩავიდეს მოსკოვში 9 მაისს. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ვერსიად მანამდეც იყო გამოთქმული, მაგრამ აგ როგორც ჩანს, ამის შედარებით უფრო რეალურ შესაძლებლობაზე არის საუბარი, მაგრამ ამავე დროს იგივე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იგივე სახელმწიფო მდივანი დღეს ინტერვიუში ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვაშინგტონმა უნდა დაინახოს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მზაობა მოსკოვის და ელ-რიადშიც, როგორც თქვა, ევროპელ კოლეგებთან საუბარში რუბიომ ჯერჯერობით მათ ეს ასე ვთქვათ ნიშნები საქმეში არ დაუნახიათ ხო ეს მოთელბის ეტაპი იყო გვაინტერესებდა მზაობა როგორი იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვისო მაგრამ აი რა არის ის წითელი ხაზები რომლის გადალახვის უფლებასაც არ საკუთარ თავს მიცემს შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე და არც ის ინსტიტუტები მიცემენ იმის შესაძლებლობას, როგორც არის სენატი, როგორც არის კონგრესი, მათ შორის რესპუბლიკური უმრავლესობაც. კი, ერთი რამე უნდა ვთქვა, ჯერ არავინ იცის ხა ვინ საჩავა პრეზიდენტი ტრამპი ჩავა მოსკოვში თუ ვინმე სხვაგან ჩავა ნებისმიერ ჩასვლას, ნებისმიერ ვიზიტს, ნებისმიერ კონფერენციას ექნება სტრატეგიული დანიშნულება, ამიტომ ამას თვითონ გადაწყვეტს ერთ-ერთი სახლი, თუმცა ამას ცხადია ჩასვლას თუ არ ჩასვლას არ იქნება თავისთავად მხარდაჭერის ეფექტი აბსოლუტურად დამოკიდებულია როგორც თქვენ თქვით როგორ წავა იქამდე მოლაპარაკებები ერთი რიცხვი რაც მნიშვნელოვანი არის რომ ვლადიმერ პუტინს 3%-იანი ასე ვთქვათ პოზიტიური იმიჯი აქვს შეერთებულ შტატებში ეს არის კატასტროფულად ცუდი რიცხვი გაცილებით უფრო დაბალი ვიდრე აქვს მაგალითად ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას ხო ამიტომ ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ამერიკის პრეზიდენტისთვის ახლო ურთიერთობის ქონა ან თუნდაც
კარგი დამოკიდებულების ხშირად გამოშალება ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ამერიკელების აბსოლუტურად დიდი ნაწილი, აბსოლუტურად ნეგატიურად არის განწყობილი პუტინის და პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს პირველი. მეორე, მოლაპარაკებების ამ ფაზებს, რაც შეეხებას არის მოსინჯვითი, ჩვენ ვიცით, რომ 3 წელია ფაქტობრივად დიპლომატიის აქტიური ფაზა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არ ყოფილა და ასე ვთქვათ, საელჩოები ძალიან ინერტულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ როგორც თვითონ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, არის ასე ვთქვათ ბაზისური კონტაქტების დამყარების საშუალება სჭირდებათ ამისთვის საელჩოები, შენობები, დიპლომატიური ეს კარგად გვესმის ეს ყველაფერი ზუსტად და შენგან ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა განწყობები არის ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და მათ შორის ჩემი კითხვის იმ პირველ ნაწილზე მაინტერესებს პასუხი რომ დაუშვათ და ტრამპი რაღაცას არასწორად უყურებს, ხო? ნუ ჩემი აზრით მის განცხადებებში მათ შორის ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება არგუმენტის, რატომაც არის ეს არის ასე, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის სპეციფიკის, რესპუბლიკელების პუტინთან მიმართებაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული მკაცრი მიდგომებისა და ხედვის გათვალისწინებით, რა არის ის სამოძრაო, სამოქმედო სივრცე თავად ტრამპისთვის, პრეზიდენტის უფლებამოსილებისათვის, რომელიც მას შესაძლო შეცდომებისაგან დააზღვევს. და როგორი იყო ეს რეაქციები ამ ორი დღის განმავლობაში? გარდა იმისა, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა კომენტარები, დემოკრატები გასაგებია, რომ ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ რესპუბლიკელი არც სენატორებისგან, არც კონგრესისგან, ქება ტრამპის ამ განცხადებების არ მოგვისმენია, როგორც მინიმუმ უმრავლესობამ დუმილი შეინარჩუნა. იყო ასევე ზელენსკის და უკრაინის შეფასებების კუთხით გამოხატული მკაფიოდ მხარდამჭერი პოზიციები, მაგრამ მაინც ახლა ტრამპის კრიტიკას იმდენად მოქმედი ასე თქვა ლიდერები მოერიდნენ. ამ ეტაპზე გიორგი მას აძლევენ როგორც ახლად არჩეულ, ახლად დამტკიცებულ პრეზიდენტს მოქმედების თავისუფლებას, რადგანაც მოქმედება საწყის ეტაპზეა, თუმცა ცხადია შეერთებული შტატების პოლიტიკა არ განისაზღვრა მხოლოდ აღმასრულებელი შტოთი, მნიშვნელოვან ნაწილს კონგრესის ორივე პალატა განსაზღვრავს, ამიტომ კონგრესში არ შეცვლილა ის მთავარი სურათი, რაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას შეეხება. საგარეო ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში, დაზვერვის ნაწილში, ფინანსების ეკონომიკის ნაწილში. ამიტომ ერთის მხრივ კონგრესი აქტიურად იმიტომ კი არ ერევა, რომ არ შეუძლია, აქტიურად იმიტომ არ ერევა, რომ პრეზიდენტს აძლევს მოსინჯვის თავისუფლებას, მოსინჯვის შესაძლებლობას და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო შეერთებული შტატების იმდენად აქტიურად და იმდენად მსუყად იქნება ჩართული უკრაინის საკითხში, რამდენადაც მას ისტორიულადაც ჩვევია, ამიტომ ცხადია საქართველოსნაირ ქვეყანაში ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, სიფრთხილით და ყურადღებით განწყობილი, თუმცა მარტივად ეს მოლაპარაკებები არ ჩაივლის, არც ერთ დღეში ჩაივლის და არც 3 თვეში ჩაივლის. კარგი ოპტიმისტური შედეგის შემთხვევაში შეიძლება ამ წელს მორჩეს გარკვეული ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით იმ მოცემულ ტერიტორიულ ფარგლებში, სადაც იმ მოლაპარაკების პერიოდში იმყოფებოდნენ იქნება რუსეთი და უკრაინა. ამიტომ ასე ვთქვათ, რაღაცა არმაგედონის სურათს ვერ ხედავ. მაკიდან დასამშვიდებელ ფრაზებს სპეციალურად არ ველოდები, მაგრამ ობიექტურად საქართველოს ნაირი ქვეყანა რისთვის უნდა იყოს მზად. აი, ფაქტია, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში ერთის მხრივ შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ტრამპის ევროპასთან ასეთი მკაცრი პოზიციონირების შედეგად თუ კი ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მომგებიან სიტუაციაში, ეს არის უკრაინა და ზელენსკი, იმიტომ რომ ძირითადი პრეტენზიები სწორედ ევროკავშირის და ევროპის მობილიზების ხარისხს უკავშირდებოდა, ხო და შესაბამისად ტრამპის მიერ ესეთი მკაცრი პოზიციონირებით თუ ვინმე იხეირებს, უკრაინა არის სინამდვილეში. ოღონდ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი მნიშვნელოვნად შემცირდეს კონტინენტზე რუსეთის და პუტინის ამბიციების შეკავების ნაწილში, იმიტომ რომ შეერთებული შტატები თავისი როლით ამ მხრივ შეუცვლელია. აბსოლუტურად გეთანხმებით, გიორგი. პირველი მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ისეთი ბუნებრივი მოკავშირე, როგორც ევროპა, ან ევროკავშირი, ნატო არიან, ბუნებრივი მოკავშირე მას დედამიწის ზუგდიდზე მეორე არ ყავს. შესაბამისად,
მას აღელვებს ჩინეთთან ურთიერთობა, მას აღელვებს ტაივანის საკითხი, მას აღელვებს უსაფრთხოების და გლობალური ასე ვთქვათ კონკურენციის და გადანაწილებების საკითხი, ამიტომ ჩინეთთან ურთიერთობისთვის ყველა ხდება, რომ ევროკავშირი მისთვის მნიშვნელოვანია. უკრაინას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვეულებრივი სახელმწიფოდან გახდა საერთაშორისო მოთამაშე, ევროპაში აბსოლუტურად მსხვილი მოთამაშე და ამ ომის მიმდინარე ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ შეთანხმების შემდეგ, ეს უკრაინაზე უნდა აისახოს ეკონომიკის კეთილდღეობის და ყველა ასპექტში, ამიტომ მე ველოდები, რომ უკრაინა წაგებული არის შემთხვევაში არჩევა და მეორე, აქ იალტის კონფერენცია არ ხდება, უკრაინის მიწას არავის არ აძლევს, არავის არ აქვს. და ამას ყველთან ხდება, რომ უკრაინის მიწის ვინმეზე მიცემის საშუალება ეს არ არის. ის საუკუნე უკრაინელები დათანხმდებიან იმაზე, რაც ეხლა არის რეალისტური, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე მიწას ვინმეს აჩუქებს. უბრალოდ დიპლომატიას რაც შეეხება და რაც შეიძლება მიმდინარე ფარგლებში იმას მიაღწევს, თუმცა ჩვენ უნდა ველოდოთ რაღაცა დროებით გაჩერებას ამ კონფლიქტის და ამ ომის, ამ ცხელი ფაზის და შემდეგ უკვე ისტორია და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამდენად დასუსტდება რუსეთი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დასუსტდება, იმიტომ რომ ამდენი შეზღუდვა, ამდენი რეპუტაციული ზიანი, ამდენი ეკონომიკური ზიანი, რაც მან მიიღო, არაფერი არ აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ მალე, მით უმეტეს ძალიან მალე გამოკეთდეს აქედან და როგორც იმიჯი, ასევე ეკონომიკა აღიდგინოს. მადლობა უთხრათ ზვიად აძიმბაიას, რომელიც გვერდებოდა ვაშინგტონიდან. მინდა შეგახსენოთ ზვიადის სტატუსიც, რომ ზვიადი არის საერთაშორისო უსაფრთხოების და დიპლომატიის პრაქტიკის უფროსი მკვლევარი, ფლეჩერის დიპლომატიის სკოლის წარმომადგენელი.